სტუმრად იმყოფება ქრისტინე ჩიხლაძე, რომელიც გახლავთ რიგდოგის გამგეობის წევრი. ქრისტინე, მოგესალმებით. მოგესალმებით და მადლობა, რომ მომიწვევთ და მithmet ეს არაჩვეულებრივ ეთერი ამ არაჩვეულებრივ დღეს. მოდით დავიწყოთ ახლა საუბარი, რა პროგრამას ეხება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რა გაქვთ თქვენ კონკრეტულად გათვალისწინებული, ეს პროექტი არის თუ რას მოიცავს, რა პერიოდს და როგორი არის, ასე ვთქვათ, თქვენი დახმარება ალბათ, ხო, რას მოიცავს? ჩვენ უკვე რამდენიმე წელია რაც ვაკეთებთ ორგანიზაცია რიგდოგში სოციალურ საწარმოს არტის ფანს, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის და არა მხოლოდ ინგლისური ენის სწავლებას ხალისიანი და საინტერესო მეთოდების გამოყენებით. წელს უკვე პირველად დავიწყეთ და გვყავს სოციალურად დაუცველი ბავშვების ჯგუფი, რომლებსაც სრულად უსასყიდოდ ვასწავლით ინგლისურს, მაგრამ ესე მარტივად არა, მხიარულად საინტერესო აქტივობებით და საინტერესო ჯგუფი მუშაობს ამ პროგრამაზე. შედეგადაც გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრამა მათთვის, ისინი არა მხოლოდ ინგლისურს სწავლობენ, არამედ სხვადასხვა უნარჩვებსაც ავითარებენ ამ პროცესში, როგორც არის კომუნიკაბელურობის უნარები, ლიდერობის უნარები და ასე შემდეგ. უამრავ უნარებს იძენენ ამ პროცესში ეს ბავშვები, ხოლოს გუშინ მქონდა უკვე პირველი შეხვედრა და ძალიან ისინი ნაყოფიერი, საინტერესო და მხიარული შეხვედრა აღმოჩნდა მათთვის. კი ბატონო, და აი იცით რა მაინტერესებს, როგორ ხდება არჩევა, იმიტომ რომ ქალაქში შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ხო, დაუშვათ რაოდენობრივად, ვიდრე თქვენ მოგმართათ თუ როგორ არის, ან განსაზღვრელი სეგმენტს როგორ არჩევთ, რა კრიტერიუმით? კი ბატონო, ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი დავფაროთ, ყველასთან გავიდეთ, ყველამ შეძლოს რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს, ყველა ვინც არის ქალაქში, ასეთ სამწუხაროდ ბევრი არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონტაქტები და გვაქვს ჩვენი ბაზები. თქვენ იცით რომ ჩვენ ვაკეთებთ საქველმოქმედო აქცია ღონისძიებას, ის მაინც არსებობს და აი ამ ღონისძიებიდან გამომდინარე ჩვენ ძალიან ბევრ ბავშვთან გვაქვს შეხება. და სწორედ იმ ბავშვებით ვაკომპლექტებთ ამ ჯგუფებს და დაახლოებით ალბათ 100-ზე მეტი ბავშვი გვინდა რომ მოვიცვათ ამ უახლოესი 1 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ვიყენებთ კონტაქტებს, ვეძებთ უბრალოდ ადამიანებს, ვავრცელებთ Facebook-ზე, სხვადასხვა სივრცეებში და ყველა ადამიანი, ვინც დაინტერესებას გამოხატავს, ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ, რომ დამატებით ვიმუშაოთ, მაგრამ მათ რა თქმა უნდა ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილოთ. თუმცა ჩვენი ძირითადი საბაზისო რაღაც ბაზები არის, ის მაინც არსებობს, რომელიც ვახორციელებთ და აი ახალი წლის ღამეს ხვდებით ამ ბავშვებს და ვიცნობთ ამ ბავშვებს და ასე რომ პირველი მათ ვურეკავთ და ვეუბნებით ხო არ არიან დაინტერესებული და რა თქმა უნდა ისინი დაინტერესებულები არიან და ჩართულები არიან ამ პროგრამაში. ასე კობრივი კრიტერიუმები გააქვთ, ან რა ასე კი არის განსაზღვრული? 7-დან 12 წლამდე არის, აი ამ ასაკის კრიტერიუმი 6-დან უფრო სწორად 6-12 წლამდე ბავშვებთან მუშაობთ, აი ამ ჯგუფებისთვის გვაქვს შესაბამისი პროგრამა შემუშავებული და ამ ადამიანებს ვემუშავებით, რა თქმა უნდა პროცესში არის ჩართული პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც ძალიან კარგად და მაღალ დონეზე ფლობს, რა თქმა უნდა, თავის საქმეს და ბავშვებსაც არაჩვეულებრივად ასწავლის. თუმცა გარდა ამისა, როგორც თქვი, ჯგუფში არიან ჩვენი ორგანიზაციის, ამ საორგანიზაციო ჯგუფში არიან ჩვენი ორგანიზაციის წევრები და ჩვენი ორგანიზაციის წევრები რაღაცას შეიარაღებულები არიან სხვადასხვა უნარებით და ძალიან კარგად არაფორმალური განათლების მიდგომებს გეგმავენ ამ გაკვეთილის მოსდების პროცესში და გარდა იმისა, რომ ინგლისურს სწავლობენ, ეს მოსაწყენი პროცესი არ არის და საგაკვეთილო პროცესი არ არის, გაცილებით უფრო საინტერესო აქტიური პროცესია. დაუშვათ განსხვავებული. აი თქვენ ახლა აღწერთ და აღნიშნავთ, რომ მხიარულად მიმდინარეობს განსხვავებულად არ გავს საგაკვეთილო პროცესი. როგორ აინტერესებთ ბავშვებს, ძალიან საინტერესოა თქვენი მიდგომა. ბევრ ვიყენებთ იმ რაღაცებს, რაც ბავშვებს უყვართ. ბავშვებს უყვართ სხვადასხვა მუსიკები, გასაფერადებელი რაღაცეები, ცეკვები, მხიარული პროცესი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაკვეთილი იყოს ძალიან მხიარული, ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვზე მორგებული და რაც თავარია ამ გაკვეთილზე ბავშვი არ იყოს მსმენელის ეტაპზე, მსმენელის რეჟიმში. ის იყოს ჩართული, საუბრობდეს, ლაპარაკობდეს და ასე შემდეგ. და რა პერიოდს მოიცავს თვითონ სწავლების დრო? ერთი გაკვეთილი, არა მხოლოდ ერთი გაკვეთილი, ზოგადად აი პროგრამის ფარგლებში. 3 თვიანი პროგრამა არის, სადაც ერთი ჯგუფი იმუშავებს და თქვენ გაკვეთილი
საათნახევრიდან 2 საათამდე გრძელდება ეს დამოკიდებულია. და ალბათ აქ ჯგუფებად და რაოდენობრივადაც განსაზღვრული გაქვთ ხო, რა რაოდენობის ბავშვი უნდა იყოს? 12 ბავშვზე მეტი ერთ ჯგუფში არ არის, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ეფექტური იყოს და ყველა მოსწავლესთან შეძლოს ჯგუფმა მუშაობა ყველა ბავშვთან. პირველად დაიწყეთ წელს სოციალური დაუცველებისთვის, ანუ ამ მსგავსი გამოცდილება გქონიათ აქამდე? ჩვენ უკვე წლებია ვაკეთებთ ორგანიზაციაში და ეს ძალიან ბევრი წლის წინ ჩვენ ორგანიზაციას ყავდა 7 მოხალისე, რომელმაც ეს პროცესი, ეს პროგრამა შემოიტანა ჩვენთან დანერგა და თვითონ არტისვანი ზოგადად გულისხმობს მათ შორის ბავშვების და მშობლების ჩართულობასაც პროცესში. აი როცა ბავშვი მოდის, აი მხოლოდ ბავშვი არ ჭირდება, მშობელიც რჩება იქ და მშობელიც მუშაობს მასთან ერთად და ეს მშობლებს ეხმარებათ იმაში, რომ ყველა დატვირთულია როგორც წესი მშობელი მუშაობენ, ბევრი დრო არ აქვს ბავშვებისთვის საურთიერთობოდ და ჩვენ რაღაცა მაგ სივრცესაც თავაზობთ მშობლებს, რომ შეუძლიათ მოვიდნენ და ჩვენთან ერთად, თავიანთ ბავშვთან ერთად გაატარონ ის რამდენიმე საათი, სადაც შეძლებენ თავიანთ ბავშვთან ურთიერთობას, თან ამ პროცესში თავიანთ ბავშვი გაიზრდება, ისწავლის რაღაცებს, გამოიმუშავებს რაღაცებს და ასე შემდეგ. ამას უკვე წლებია ვაკეთებთ. ბოლო 2 წელია რაც ამ პროცესს მიეცა, როგორც ეს პროცესი გახდა როგორც სოციალური საწარმო და უკვე ამისთვის ჩვენ გვაქვს სპეციალური ოთახები, სპეციალური რამდენიმე ოთახი და ასე შემდეგ. და ეხლა უკვე ეს დავიწყეთ სოციალურად დაუცველი ბავშვებთან, ანუ სულ უსასყიდლოთ არანაირად განაზღაურების გარეშე. ჩვენ ამ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ვასწავლით და ვუკეთებთ აი ამ ყველაფერს და ასე შემდეგ. აი როგორ ფიქრობთ, რა რჩება ბავშვს ამ პროგრამის დასრულების შემდეგ? ესეც თქვენი გამოცდილებით, რა თქმა უნდა. ჩემი ძლია უკავშირები მოგიყვეთ, რომელსაც გვეუბნებიან როგორც წესი. ერთი არის ის, რომ ბავშვები ძალიან კარგ სხვა ბავშვებს იცნობენ და მათი სოციალიზაცია ხდება უკვე გარდა სკოლისა და გარდა მსგავსი დაწესებულებისა. მათი სოციალიზაცია ხდება, მეგობრებს იჩენენ, მშობლებთან ერთად ატარებენ დროს, უფრო მეტ დროს და ეს ბავშვებს ჭირდებათ და უხარიათ და მოწონთ. გარდა ამისა, თვითონ ამ ინგლისურ ენას ეუფლებიან ისეთი პროცესი, როცა ეს ნაკლებად მტკივნეულია მათთვის, რაღაც დასაზეპირებელი არ აქვთ, საინტერესო პროცესია და გარდა ამისა სხვადასხვა უნარებს ივითარებენ, რომელიც შემდგომში, როცა უკვე უფრო მეტად გაიზრდებიან, დასჭირდებათ და ისინი უკვე აღჭურვილი იქნებიან ამ უნარებით. აი რა არის მთავარი უნარი თავშოთ? აი რამდენიმე გასაგებია, ხო, შესაძლოა იყოს კომუნიკაცია და ასე შემდეგ. აი რა არის დაუშვათ გამოსაკვეთად მნიშვნელოვანი? ლიდერული უნარჩვევები ალბათ, იმიტომ რომ ეს არაფორმალური და ნუ გაკვეთილზე, ეგრეთ წოდებულ გაკვეთილზე მათ ამის საშუალება აქვს, ხო? ამის საშუალება აქვს, რომ ისწავლონ მიხვდნენ როგორ უნდა გახდნენ ლიდერები, როგორ იყვნენ ლიდერები და ასე შემდეგ. ამის ყველაფრის საშუალება აქვს, ხო, ეს არაფორმალური სივრცეა, გარდა იმისა, რომ თანასწორგებლო პროცესია და ამ არაფორმალურ სივრცეში ძალიან კარგად შეუძლიათ მათ თავიანთი უნარები ნაადრევი ასაკიდანვე დაიჭირონ, აღმოაჩინონ, განავითარონ, გააზრდიან, შეიძინონ. კი ბატონო, და ეს სამი თვე როდესაც ასრულებენ უკვე ისინი, ასე ვთქვათ, სწავლების პროცესს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ენის აი ცოდნა და მიღება მათ უცხო ენის რამდენად შეძლეს? ამ სამწუხაროში მათ ისინი სწავლობენ ყველაფერს, რაც შემდეგ ეხმარებათ, რომ უფრო უკეთ განავითარონ თავიანთი ცოდნა. ყველა იმ საბაზისო რაღაცებს, რაც ჭირდებათ, რასაც შეიძლება მისცეს რეპეტიტორმა და შემდეგ უკვე დამოუკიდებლადაც გააგრძელონ სწავლა, იმიტომ რომ ისინი მათ იციან პრინციპები, რა პრინციპითაც უნდა მიუძღვნენ შემდეგ ინგლისური სწავლებას და არა მხოლოდ ინგლისური სწავლებას. შეიძლება ნებისმიერი სხვა ენის სწავლება. კი ბატონო. და აი ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ენის სწავლა არ არის მარტივი. რთული პროცესია. ვიღაც დაუშვათ ნაკლებად ითვისებს, ვიღაც უფრო მეტად ითვისებს, ხო? აი რამდენად ამარტივებთ? გასაგებია, რომ დაუშვათ არ არის მკაცრი საგაკვეთილო პროცესის მსგავსი მაგალითად, სადაც აი მოთხოვნები უფრო მაღალია, მაგრამ ამ დაუშვათ თამაშით სწავლება რომ დავარქვათ ამ ყველაფერს, ათვისება რამდენად უმარტივდებათ ბავშვებს? საერთოდ ჩემი დაკვირვებით ეს ბავშვები, ანუ 7 წლიდან 12 წლამდე ბავშვებს გულისხმობ, ესენი რაღაცა სხვა ეპოქაში დაიბადნენ და მგონია რომ მათთვის ყველაზე მარტივია სხვა ენის სწავლება.
რაღაცა ეს гаджеტებმა იქონია ამაზე გავლენა და რაღაცა ვიდეოებმა და რაღაცეება. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ყველა უფრო მარტივად სწავლობს, ვიდრე ჩანს. მაგრამ თვითონ ეს პროცესი არ არის ესე რაღაცა დატვირთული, საშიში ან ისეთი როგორი შეიძლება რომ მოგწყინდეს თამაშ-თამაშით ისე სწავლობენ, რომ ვერ რაღაც ეტაპზე ვერც ხვდებიან რომ მართლა სწავლობენ, მაგრამ მეორე დღეს აღმოაჩენენ რომ რაღაცა ძალიან ბევრი სიტყვები იციან, შეუძლიათ კომუნიკაცია და ასე შემდეგ. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი ამ პროცესში, რომ მარტივი პროცესია და ისინი უმტკივნეულოდ თამაშით, გართობით რაღაცა სხვა მეგობრებთან ერთად კომუნიკაციით სწავლობენ ამ რაღაცებს. ისედაც თავს ვერ ხვდებიან რომ ისწავლეს, მაგრამ მე რაღაც მეორე დღეს აღმოჩენდი რომ ძალიან ბევრი რაღაცა იციან. დავალებებს თუ აძლევთ? ანუ იქვე ხდება მომზადება ამ პროცესს, რომ არავითარ სახლში დამატები რა დაჯექი იკითხე, უნდა დაჯდეს და უნდა იკითხოს მოსწავლემ აუცილებლად, მაგრამ რაღაცა ესეთი პროცესი არ არის, რომ სახლში რაღაცა შემდეგ გაკვეთილი შავამბარე 30 სიტყვა და შემდეგ. ეგეთი პროცესი არ გვაქვს ნამდვილად. ხო, თუმცა სიტყვების სწავლასაც ჭირდება, ხო, დრო და შესაძლოა კონკრეტულად საგაკვეთილო პროცესზე ვერ მოხერხდეს სიტყვის სწავლა, სიტყვების უცხო სიტყვების შესწავლა. ხო. ну რაღაც ეგეთ მუსიკებით, სიტყვებით, ერთად ხმაურით, რაღაც ეს პოპკორნის პრინციპით, მანდაც ის მარტივად სწავლობენ ხოლმე სიტყვებს. თან რაც თავარი რაღაც დაყოფილი გვაქვს ხოლმე თემების მიხედვით. და თემებს მე მარტივად, მაგალითად ეხლა მარტივად რო გითხრათ, ხილი და ერთი ყუთლი და მთელი დღე საუბრობენ ხილზე და სწავლობენ ინგლისურად ყველა ხილის დასახელებას. მე რაღაც სხეულის ნაწილები და მე სწავლობენ სხეულის ნაწილების დასახელებას და ასე შემდეგ. თან ეს არის რაღაცა საინტერესო პროცესი. შეიძლება ხილის დღეს გამოძერწონ პირობითად ან დახატონ. შეიძლება რაღაცა თუ ვისაუბრებთ რაღაცებს, მაგრამ ტკბილეულზე შეიძლება ტკბილეული დააცხონ პირობითად და ამ დაწყბილი ტკბილეულთან აცხონ და თან ისწავლონ როგორ უნდა თქვენ პირობითად რაღაცა ორცხობილა ინგლისურად ან ასე შემდეგ. აი, ქრისტინე, შენი გადმოსახედით რა აქვს დადებითი ასეთ სწავლებას? ეს ბუნებრივი არის არაფორმალური განათლების ნაწილი. თუმცა ძალიან კარგად აღწერ ახლა და გვიყვები დაუშვათ როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი. აი, მთავარი დადებითი მახასიათებლები რა აქვს შენი აზრით? მთავარი დადებითი. მე ვფიქრობ, რომ თავიდან ბოლომდე დადებითია და შეიძლება სუბიექტურიც ვიყო, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მეტად ამართლებს. ყველაზე კარგად ამართლებს. როცა რაღაცა მეც როცა ბავშვი მეყოლება, აუცილებლად მსგავს პროგრამაში მივიყვან, რაღაც დავტოვებ 2 საათი, ან მასთან დავრჩები და 2 საათის შემდეგ ჩემი შვილი მხდება რაღაც მხიარული, უფრო ბედნიერი, უფრო ლაღი და გარდა ამისა, თან რაღაცები იცის და იცის რაღაცები ამ დალდატანების გარეშე, იმის გარეშე რომ აი რაღაცა ეჩიჩინო და ჯექი ისწავლე, ამის გარეშე რაღაც მხიარული პროცესით და თან სოციალიზაცია ხდება მისი ბავშვების იცნობს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა ერთი დაულო დადებითი არ არსებობს. აი, თვითონ პროცესია მთლიანად ძალიან დადებითი, მნიშვნელოვანი და საინტერესო მათთვის. რა კითხვებს სვამენ ისინი ყველაზე ხშირად? ბავშვები სვამენ ზოგადად უამრავ კითხვას, თან ძალიან ხშირად. ყველაფერი შეიძლება იკითხონ და ყველაფერი შეიძლება დაინტერესონ, იმიტომ რომ მათი რაღაც გონება არის შეუზღუდავი და თან მათი ცნობიერის ნაკადიც შეუზღუდავია ზოგადად და შეიძლება საუბრობდეთ ემოციურ მომენტში პირობითად ისევ ხილზე და ისინი იყვნენ ჩართულები, მაგრამ უცებ ძალიან მარტივად შეიძლება კოსმოსზე გაჩნდეს რამდენიმე შეკითხვა და ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებულები ვართ, რომ მათი კითხვები აუცილებლად მათ კითხვებს პასუხები გავცეთ. აი, აღნიშნეთ თქვენ, რომ შეიძლება ძალიან ბევრ საკითხზე დასვან კითხვაო, ხო? ეს საგაკვეთილო პროცესშიც ხდება თუ როდესაც სრულდება შემდეგ? ეს ხდება ყოველთვის, იმიტომ რომ ისინი არიან ბავშვები და მათი გონება შეუზღუდავია კიდევ ერთხელ ვიძახი და ჩვენ ვცდილობთ რომ მათი გონება არ შეუზღუდოთ რაღაც ჩარჩოებში არ მომაქციოთ და არ ვუთხრათ რომ აი ხარ ახლა აქ ხარ, მოდი ამაზე კონცენტრირდეს, სრულად სხვა არაფერზე არ იფიქრო. მათ აქვთ უფლება იფიქრონ ყველაფერზე დასვან კითხვები რაც აინტერესებს. კი ბატონო. ქრისტინე, როდის იწყება პროგრამა? აი შეგროვებული არის, ასე ვთქვათ, უკვე საკმარისი რაოდენობა მოსწავლეები, სოციალურად აუცილებელი. პირველი კვეთილი იყო გუშინ, რომელიც დავიწყეთ. ამ ჯგუფის ბავშვები უკვე დაკომპლექტებულები არიან, მაგრამ სამთვეში და ამის პერიოდულად დავიწყებთ სხვადასხვა ჯგუფების დაკომპლექტებას და ჩვენ რაღაც ბაზები გვაქვს, თუმცა ისევ მიმართავთ ხოლმე ყველას და ვეკითხებით ყველას, პოსტავთ ამის შესახებ, რომ თუ ვინმე არის მსურველი, შეუძლია რომ გამოხატოს
ინტერესი და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად რომ დაუკმაყოფილოთ აი, რამდენად ხშირად მოგმართავთ დაუშვათ თუ თქვენ ეძებთ? აი, როგორია საინტერესო თქვენ ახლა აღნიშნეთ პოსტავთ და ვეძებთ, მაგრამ თავისი სურვილით მოდიან თუ არა? ხო, ზოგადად რეალურად ჩვენ სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი გამოცდილება გვაქვს ის მაინც არსებობიდან გამომდინარე და ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ამ ოჯახებს თუნდაც ახალი ხმის დასახმარებლად და შემდეგაც ვეძებთ, მაგრამ როცა პოსტავთ არის ხოლმე შემთხვევა, როცა თავად გვეხმაურებიან ისინი და თავად გამოდიან კონტაქტზე, მაგრამ იშვიათად რომ რაღაცა ჩვენი მხრიდან რამე თუ ჩვენი მხრიდან ნულოვანი რეაგირება გვაქვს, ანუ ნულოვანი თუ ჩვენ არ მოვძებნეთ რაღაც ისინი რომ თავისით მოვიდნენ, ეგეთ შემთხვევა მე არ მახსენდება. კეთილად ჩვენ გვიწევს რომ ვიმუშაოთ მათზე ბევრი მოკლედ. რომ ისინი მოვძებნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში ძალიან ბევრი არიან. მსგავსი ტიპის ოჯახები და ბავშვები, რომელსაც დამატებით დახმარება სჭირდებათ. კი ბატონო. აი, როგორია მათი რეაქცია, როდესაც სთავაზობთ ესეთ საინტერესო წინადადებას ასწავლებს? ეს ემოციები არის ის ემოციები, რომლებიც ჩვენ ვიძახით ხოლმე აქ თქვენთანაც ეთერში მათ შორის, რომ წლიდან წლამდე გმარა ხოლმე, რომ რაღაც ბედნიერები ვიყოთ, ჩვენ მათი ბედნიერებით. ზუსტად ეგეთია რა, როცა დაურეკა ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისევ და ამ პროგრამაზე უთხრა და უთხრა რომ ვინ ვიყავით გაახსენა ჩვენი თავი რა ჩვენ ახალ წელს ვესწრებთ მას უკვე და გვიცნობენ, აი ძალიან ბედნიერები არიან. მოდიან სიამოვნებით გვითხოვებენ თავიანთ ბავშვებთან შეჭებიან და მოკლედ ძალიან საინტერესო დროს ატარებენ. თან ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი ბავშვები არიან, ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან და ძალიან ესე ველოდები რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევენ ძალიან ცოტა ხანში. აი თქვენ აღნიშნეთ რომ ძალიან ჭკვიანები არიან, განვითარებულები და ასე შემდეგ. აი რაში გამოიხატება ძირითადად ეს ყველაფერი? ალბათ პირველი რაც ბავშვი მოითხოვება ხოლმე აკადემიური მოსწრება და აკადემიური მოსწრება აქვს არაჩვეულებრივი. გარდა ამისა, მათ აქვთ სურვილი რომ პროცესებში ჩაერთონ. და ეს უკვე ბევრს ნიშნავს, ჩაერთონ პასიურად არა, ჩაერთონ აქტიურად. და გარდა ამისა, მათ აქვს სხვადასხვა უნარები, ისინი ხატავენ, რაღაცა მუსიკებს ქმნიან, ლექსებს წერენ და ზოგადად სხვა მიმართულებითაც არიან ძალიან საინტერესოები და ბევრ სხვადასხვა საქმეზე საკეთებენ, ვიღაცები ცეკვავენ, ვიღაცები ღერიან და სხვა პროცესებში არიან ჩართულები. კი ბატონო და აი რეკლამის შემდეგ მინდა ჩვენ განვავრცოთ და ასევე ვისაუბროთ არა მხოლოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, არამედ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დაუშვათ რა სიხშირით უწევთ ერთგვარ დახმარებას, ხო, სწავლა-განათლების მხრივ საინტერესოა თქვენ ახლა ახსენეთ და ისაუბრეთ ინგლისურ ენასთან დაკავშირებით, რომელიც სამთვიანი პროგრამა არის და რაც ფაქტობრივად აძლევს ხო საბაზისო განათლებას რაღაც კუთხით ალბათ და ეს ძალიან დიდი დახმარებაა მათთვის. ჩვენ დავბრუნდით რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის სტუმარია ქრისტინე ჩიხლაძე, რომელიც საინტერესო საკითხთან დაკავშირებით საუბრობს იმ სამთვიანო პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ინგლისური ენის შესწავლას მოიცავს და ამ მიმართულებით სრულიად უფასოდ სოციალურად დაუცველი ბავშვები შეისწავლიან. ქრისტინე, ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს და მინდა ახლა იდეის შესახებ გითხრა. როდის და როგორ გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი საინტერესო პროგრამა წარმოგედგინათ და ამითი დაინტერესებული იყვნენ ბავშვები. ძალიან ხშირად კი ვიმეორებ ის მაინც არსებობს დღეს ეთერში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ვინც არის ის მათთვის ვიტყვით, რომ ჩვენი ორგანიზაცია რიგტოკი უკვე 19 წელია, რაც არსებობს და აქედან დაახლოებით 15 წელია, რაც აკეთებს ამ საქველმოქმედო აქცია ღონისძიებას, რაც გულისხმობს იმას, რომ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ვეხმარებთ ახალი წლის ღამეს. და მიგვაქვს მათთვის საჭირო ნივთების პროდუქტები და სათამაშოები ბავშვებისთვის, ის სათამაშოები, რომლებსაც თოვლის ბაბუას უკვეთავენ ისინი. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე წლებია და ბავშვებთან, ამ ბავშვებთან შეხება გვაქვს უკვე წლებია, მაგრამ ყოველთვის გქონდა რაღაც დანაკლისი გულში და დანაკლისი იყო ის, რომ ჩვენ ამ ბავშვებს ერთჯერადად ვეხმარებით, პირობითად პროდუქტებით, სათამაშოებით, მაგრამ ხანგრძლივად მათთან ვერ მუშაობთ და ხანგრძლივად მათ ვერ ვუკეთებთ იმ რაღაცებს, რაც საჭიროა და ამიტომ ძალიან ბევრი ჯაბაასის შემდეგ ეს არტისფარის პროგრამას დავაინტეგრირეთ მასში და ანუ მოგვინდა რომ ამ ბავშვებთან
აქედან წამოვიდა ის, რომ მათთვის არა მხოლოდ პირობითად ახალი წელი გაგველამაზები, არამედ რაღაც დამატებითი ცხოვრების ცვლილების შესაძლებლობაც მიგვეცა და აქედან წამოვიდა ეს იდეა უკვე, რომელიც რაღაც ერთიანად აიტაცა ყველა მე მათ შორის რაღაც crowdfunding-იც ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით, სახალხო დაფინანსებით, რაღაც თანხებით შევაგროვეთ, რომ ეს პროცესი გამართული ყოფილიყო ამ ბავშვებისთვის. მოკლედ შემდეგ რაღაც ბევრი წლიანი ალბათ ჩვენი ბევრი წლის სურვილი იყო და ბევრი წლის სურვილის რაღაცნაირად მოვაბით თავი და უკვე დავიწყეთ იმ ბავშვებისთვის ეს პროგრამა და მოკლედ ძალიან გახარებულები ვართ და მგონია რომ მაგ ბავშვების ცხოვრება ძალიან კარგად შევცვლით, ძალიან უფრო საინტერესოს გავხდით, უფრო დუს გავხდით და გარდა ამისა ბევრ საინტერესო რაღაცებს ვაპოვნინებთ, რაც მე მოუნდებათ რომ გააგრძელონ რაღაც ბევრ რაღაცაში ცდიან ბედს, რომ შემდეგ მოუნდეთ, რომ უფრო მეტად სხვა რაღაცების ცადონ და ასე შემდეგ. რა მხოლოდ სკოლით რომ არ იყვნენ დაინტერესებული და მხოლოდ რაღაცა ესე სტანდარტულად არ მიყვნენ თავიანთ ცხოვრებას. ქრისტენე, რამდენად არის აუცილებელი არაფორმალური განათლება მოზრდებისთვის? აი ამ გადმოსახედიდან და არაერთ პროექტში იღებთ მონაწილეობას, ხო, ადევნებთ თვალყურს და საინტერესოა ალბათ რა შთაბეჭდება გრჩებათ თქვენ. აი რატომ არის თუნდაც და არის თუ არა აუცილებელი არაფორმალური განათლება მოზრდებისთვის? მე ვფიქრობ და ყველა ამბობს და მათ ვეთანხმები, რომ ზოგადად რიგტოგი, ანუ ჩვენი ორგანიზაცია არის არაფორმალური განათლების პროვაიდერი ქუთაისში და არა მხოლოდ ქუთაისში. ზოგადად განათლებები, რაც შეეხება ფორმალურიც, არაფორმალურიც და ინფორმალურიც, არის სამივე მნიშვნელოვანი და სამივე საჭირო. თუმცა ფორმალური განათლების შემდეგ რო ვისაუბროთ არაფორმალურ განათლებაზე, ეს არის რაღაც განათლება და ეს არის უნარი და ეს არის შესაძლებლობა, რომელიც გეხმარება, რომ გაცილებით უფრო მარტივი იყოს შენი ცხოვრება და მარტივი იყოს შენი ცხოვრება იმ კუთხით, რომ უფრო ბევრ რაღაცებს ფლობდე, უფრო ბევრი რაღაცები ცოდე და უფრო ბევრი რაღაცები გამოგდიოდეს. მხოლოდ არ იყო რაღაცა ისეთი ადამიანი, რომელსაც რაღაცა ბევრი ფორმალური განათლება აქვს მიღებული, მაგრამ დამატებით უნარები არ აქვს. მათ შორის არც უნარები არ აქვს, რომ ეს განათლება, რაც აქვს მიღებული, გამოიყენოს. არაფორმალური განათლება მათ შორის ეხმარებათ ადამიანებს იმაში, რომ რაღაცა ეს მიღებული განათლება, რაღაცა თეორიები, რომელსაც იყენებ, შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენო და პრაქტიკაში დანერგო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არაფორმალური განათლება. მე ვფიქრობ, რომ ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს არაფორმალური განათლებასთან მჭიდრო შეხება თუ არა, კარგი შეხება. აუცილებლად. და დღეისთვის რა მდგომარეობა არის ამ მხრივ? რამდენად ინტერესდებიან მოზარდები არაფორმალური განათლებით და განსაკუთრებით რა მიმართულება აინტერესებთ მათ? აი თუ დაკვირვები ხართ ამ ყველაფერს, ან თუ გამოიკვეთა? ხო, განსაკუთრებით ინტერესდებიან სკოლის მოსწავლეები. განსაკუთრებით მაგ ტიპის ახალგაზრდები ინტერესდებიან არაფორმალური განათლებით და იწყებენ მოხალისეობით. მოხალისეობის პროგრამა ჩვენი ორგანიზაციის ძალიან დიდი ხანია რაც გვაქვს, მოგვიანებით შემიძლია მე ამაზე ვისაუბრო. ისინი ინტერესდებიან, ისინი ებმებიან და ისინი ამასაკიდანვე სწავლობენ არაფორმალურ განათლებაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან რაღაცებს. ანუ მათ ალბათ ბევრი დროც აქვთ, იმიტომ რომ აი განსხვავებით სტუდენტის უნდას უფრო არ აქვთ დრო და უფრო ნაკლები აქტივობა სტუდენტების ზოგადად ამ ეტაპზე. რაღაცა უნივერსიტეტი, სამსახური, რაღაცა ვერ უთავსებენ განსაკუთრებით არაფორმალურ განათლების სივრცეში ყოფნას ისინი. თუმცა მოსწავლეები ძალიან აქტიურ რეჟიმში, აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესებში და აქტიურად ცდილობენ, რომ ყველაფერი შეისრულონ. რაღაცა შეისრულონ, ამბობს სწორი სიტყვა, ისწავლონ, გააკეთონ, განახორციელონ და ასე შემდეგ. ძირითადად რა ასაკის ბავშვებზე გვაქვს ჩვენ საუბარი? გასაგებია რომ სკოლის მოსწავლეები უფრო მეტად ინტერესდებიან დაუშვათ ვიდრე სტუდენტები და ესეც ახსენით რატომ. აი რა ასაკის და რომელი კლასის მოსწავლეებზე 14 წლიდან დაახლოებით 16-17 წლამდე ეს რამდენი 13 წელი შეიძლება თქვა 13-დან 17 წლამდე, ანუ იქამდე ვიდრე აბიტურიენტები გახდებიან, 12 კლასში გადავლენ. აი ეს ამ ტიპის ასაკის ჯგუფის ახალგაზრდები არიან ყველაზე აქტიურები და აი უგზო-უკვლოდ აქტიურები. ყველაფერში ჩართვას ცდილობენ, ყველაფრის სწავლას ცდილობენ, ყველაფერში მონაწილეობას ცდილობენ და ყველა პროცესში მონაწილეობის მიღებას ცდილობენ, ყველა ბანაკში
წასვლას, ყველა ახალგაზრდის გაცნობას და ასე შემდეგ. ისინი განსაკუთრებულად აქტიურები არიან და განსაკუთრებულად დამაიმედებლები არიან, რომ შემდეგი თაობები იქნება ძალიან კარგი და რაღაცა ისეთი. აი ვინ სამყაროს შეცვლის რაღაცა ცოტა სენსიტივად ვთქვათ, აი ეს იქნება ალბათ ის თაობა იქნება, ვინ სამყაროს შეცვლის უკეთესობისკენ ბუნებრივია. აქტიურები და ლიდერები ეს თვისება რამდენად აქვთ? აქვთ. აი რაღაცა მგონი დაიბადნენ ეგეთები. და რა მიმართულებით უფრო აქტიურობენ? ან თქვენ რა მიმართულებით აძლევთ უფრო მეტად საშუალებას, რომ ისინი ძალიან ისეთები იყვნენ აქტიურები? ესენი თავი ანუ აქტიურები არიან როგორც მოქალაქეები შეიძლება ისე იყოს რაღაცა ყველაფერზე შეუძლიათ გამოხატონ პოზიცია, ყველაფერი შეიძლება დააფიქსირონ, რა მოსწონთ ამბობენ, რა მოსწონთ ამბობენ და რაღაც ესეც ძალიან მაბედნიერებს, იმიტომ რომ რაღაც ჩემ თაობაში არ იყო რაღაცა ეს ამ დონის თავისუფლება არ იყო, რომ მე შეიძლება და მისაუბრე იმაზე, რა მომწონდა, ან რა არ მომწონდა და მათ რო ამის რაღაცა შესაძლებლობა აქვს, უნარი აქვს და რაღაც გამბედაობა აქვს. თქვათ ეს უკვე ძალიან მაგარი მგონია. ყველა მიმართულებით აქტიურობენ, ცდილობენ რომ ყველაფერი გაიგონ, ცდილობენ რომ ყველა უნარები შეითვისონ, ცდილობენ რომ იყვნენ აქტიური მოქალაქეები, რა ვიცი, მოქალაქეები, რომლებიც არც დააგვიანებენ, მოქალაქეები, რომლებიც ლიდერები არიან, რომლებიც კარგად დებატობენ, ხელოვნებითაც დაინტერესებულები არიან, გარდა ამისა განათლებაზე ფიქრობენ, რომ მიიღონ წამყვან ქვეყნებში, ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასე შემდეგ, რაღაცა სრულყოფილებისკენ მილტვიან, ასე ავითარებენ მათ თავს და ჩვენს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ ყველა უნარი რაც ჭირდებათ მათ, ეს განსხვავებული უნარები შეიძლება ჭირდებოდეთ განსხვავებულ ახალგაზრდებს და რაც ჭირდებათ ეს ყველა უნარი შეიძინონ. აი, ამა თუ იმ უნარის აღმოჩენა ქრისტინე, როგორ ფიქრობთ, როდესაც არაფორმალურ განათლებას ირჩევს მოსწავლე, პლუს რა თქმა უნდა, საგაკვეთილო პროცესთან. აი, რამდენად არის თქვენთვის გამოწვევა, რომ აღმოაჩინოთ მოსწავლეში? აი, უნარი, რომელიც დაუშვათ ნაკლებად იყო მასში განვითარებული. ჩვენ თვითონ ეს პროგრამებს ვქმნით, როცა აი ამ რაღაცებზე უკვე ბევრი არის ნაფიქრი, მაგალითად, მოხალისეთა კლუბი, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს, წლები ახორციელებს, ძალიან ბევრი ადამიანი გაგვიშვია, ძალიან ბევრი ადამიანი გაგვიშვია, რომ გულისხმობ ნაკად დასრულებულად წასულან დარჩენილ ახლები მოსულან ძალიან ბევრი ადამიანთან მქონია შეხება, თავად პროგრამა არის ისეთი სტრუქტურით გაწერილი, რომ ჩვენ თავად ვხვდებით იქ მონაწილეებს რა ულხით და რა შეიძლება ცოტა უჭირდეთ. პირობითად აგვიანებენ შეხვედრას, ესე იგი ძალიან მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, აგვიანებენ შეხვედრას, ეს ნიშნავს იმას, რომ დროის მენეჯმენტში აქვს ცოტა პრობლემა. რაცა შეიძლება მათ არ ქონდეთ პრეზენტაციის გაკეთების უნარები. და ამასაც ხედავთ ადგილზე, თვითონაც შეიძლება თქვენ, შეიძლება ჩვენ თავად შევხედოთ, ამ მიმართულებით მუშაობთ მათთან. გარდა ამისა, შეიძლება უბრალოდ ადამიანმა თქვას, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდე, რაღაცა ფანდრაიზინგის უნარები მქონდეს, ხო? ესეც ჩვენთვის ძალიან მისასალმებელია და ოკეი, გავაკეთოთ პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე თვითონ ფანდრაიზინგის უნარებს და გააქვს, არ გაქვს, არა აქვს მნიშვნელობა ამ პროგრამაში, რაღაც ამ ორ თვეში, სამ თვეში თავიდან ბოლომდე ისწავლი როგორ და გამოიმუშავებ აღნიშნულ უნარებს. მოთხოვნას პასუხობ, ჩვენ ამ ახალგაზრდებთან ვართ ძირითადად, მათთან ვართ, ჩვენს ახალგაზრდები გონია თავი, ჩვენს 14-დან 15 წლამდე გონია ხოლმე თავი და მათთან ვართ და ყველაზე უკეთ ვიცით რა სჭირდებათ მათ და ყველაზე უკეთ გვესმის მათი და აი შეიძლება იმათ ხვალ მოიფიქრონ რა უნდათ, მაგრამ ჩვენ უკვე გუშინ ჩაშვებული გვაქვს პროგრამა თუ რაც უნდათ მათ. ამის შესაძლებლად რომ გძნობ ჩვენ მან წლებია მათთან მუშაობ და ეს რაღაცა ეს გძნობა და რაღაც სენსიტივი რაც არის ძალიან კარგად გამოგვიმუშავდა ახალგაზრდების და მიუხედავად იმისა რომ თაობები იცვლება, თაობები სწრაფად იცვლება, უკეთესობისგან იცვლება, ჩვენ მაინც ესე პულსს და ხელი მყარად გვიჭირავს. და მინდა ახლა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვისაუბროთ და ფაქტობრივად პარალელურად შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. სამომავლო გეგმების რა თქმა უნდა გვაქვს უხვად, ყოველთვის ზივართ ვფიქრობთ ხოლმე იდეებზე რა შეიძლება გავუკეთოთ ახალგაზრდებს, არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ძველგაზრდებსაც და ბავშვებს. ამ ეტაპზე ჩვენს ორგანიზაციაში მიმდინარეობს რამდენიმე პროგრამა, მოხალისეთა კლუბზე ვისაუბრე, ასევე გვაქვს
ლიდერთა ეპოქა, რომელიც არის სტუდენტებისთვის და ისინი უფრო პროფესიონალურ დონეზე, ექსპერტიზის დონეზე სწავლობენ, როგორ უნდა იყვნენ ლიდერები და როგორი არის კარგი ლიდერი. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე სხვადასხვა საინტერესო პროგრამა და გვინდა რომ ეხლა უფრო აქტიურად ჩავერთოთ და დავიწყოთ სტუდენტებთან მუშაობა და რაღაცა სხვადასხვა ტიპის პროგრამები გვინდა რომ შევიმუშაოთ. ის რაც ჭირდებათ მათ და რაც ჭირდებათ მათ ყველაზე ძალიან თუ არა რაღაცა როგორ დასახდნენ, როგორ მივიდნენ გამსაუბრებელთან სწორად, როგორ შეადგინონ CV და ასე შემდეგ და ამ ტიპის პროგრამების განხორციელებაც გვინდა და გარდა ამისა გვინდა კიდევ სხვადასხვა განსაკუთრებულად რაც ახლა აქტიური შემოდის, მაგალითად ასევე გვინდა რომ ვასწავლოთ ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კანვის კარგად ფლობა და ასე შემდეგ. ვცდილობთ რომ რაც ახლა სტუდენტებს ჭირდებათ, ცოტა მათაც ვიფიქროთ და მათთვისაც ბევრი სხვადასხვა საინტერესო პროგრამები შევიმუშაოთ და ამ ყველაფერს ესე გუნდი დამუშავების პროცესში ამ იდეების და ძალიან მალე დამუშავებს და უკვე მე შეიძლებათ სტუდენტებს რომ მიიღონ მონაწილეობა და თავისუფლად რომ საინტერესო საქმეს დაუთმონ. კი ბატონო, და შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, რა არის მთავარი, რის თქმაც გვინდოდა მაყურებლისთვის? მთავარი ალბათ ის არის რომ ჩვენ დავიწყოთ არტისფანი, რომელიც არის სოციალურ-თავისუფლი ბავშვებისთვის, სადაც სოციალურ-თავისუფლ ბავშვებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თავიანთი უნარები განავითარონ, ინგლისური ისწავლონ და მშობლებთან ერთად გაატარონ მეტი დრო. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღევანდელ დღეს შეიძლება დაითმოს. დიახ. მადლობა ქრისტინე სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მე ბუნებრივია გისურვებ წარმატებებს და კიდევ ბევრჯერ გელოდები ჩვენთან სტუმრად გადაცემაში სხვადასხვა პროგრამით თუ პროექტით. მე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდეთ რიგდოგის გამგეობის წევრი ქრისტინე ჩიხლაძე.